დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, მაღალ მთებში ზღვის დონიდან 2400 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ნისლი არასდროს შორდება კლდეებს, დგას ქალაქი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ბუნება მალავდა. არც ერთმა ევროპელმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. თითქოს თვითწარსულმა გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი უნდა დავიწყებულიყო. მაგრამ რატომ? რა საიდუმლოს ინახავდა მაჩუ-პიქჩუ? რატომ აირჩია ინკების ცივილიზაციამ სწორედ ეს მიტოვებული, მიუდგომელი ადგილმდებარეობა იმპერიის წმინდა ქალაქის ასაშენებლად? შეიძლება ეს უბრალოდ უძველესი ნაგებობებია? თუ რაღაც მეტის იმ ძველი ცოდნის კვალია, რომელიც კაცობრიობამ დაივიწყა? მაჩუ-პიქჩუს საიდუმლოებები არ მთავრდება მისი მდებარეობით. მეცნიერები დღემდე არ არიან ბოლომდე დარწმუნებულნი, როგორ შეძლეს ინკებმა ტექნოლოგიების გარეშე ასეთი მასიური ქვების გადატანა და მორგება ისე, რომ კირის გამოყენებაც კი არ დასჭირდათ. როგორ მოახერხა ეს ცივილიზაციამ, რომელიც არ იცნობდა ბორბალს და არ იყენებდა ლითონის იარაღებს? მათი არქიტექტურა ისე გამძლეა, რომ საუკუნეების მანძილზე მიწისძვრებმა ვერ დააზიანა. ისინი აშენებდნენ ისე, თითქოს იცოდნენ ბუნების ძალების სიღრმისეული საიდუმლო. მაგრამ მაჩუ-პიქჩუს კიდევ ერთი უცნაურობა არის მისი ფენომენალური შესაბამისობა ასტრონომიულ მარშრუტებთან. ზოგიერთი რელიეფი და სვეტი სრულ თანხვედრაშია მზის სისტემის პლანეტების ორბიტასთან. ეს უკვე სუფთა ინჟინერია არ არის, ეს ცოდნა, რომელიც თითქოს მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციას უნდა ჰქონოდა. არსებობს თეორიაც, რომ მაჩუ-პიქჩუ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ერთგვარი ენერგეტიკული ჰაბი იყო. ადგილობრივები დღემდე ყვებიან უცნაურ ნათებებზე, ხმებზე, გრძნობაზე, თითქოს იქ დრო და სივრცე სხვაგვარად აღიქმება. ტურისტები ხშირად აღწერენ შეგრძნებებს, თითქოს ადგილი მათ ქვეცნობიერში აღწევს და ძველ მოგონებებს აღვიძებს. შეიძლება მაჩუ-პიქჩუ მხოლოდ ინკების ცივილიზაციის მემკვიდრეობა არ არის? იქნებ ის ჯერ კიდევ იმდროინდელი ცოდნის კვალია, რაც კაცობრიობას მივიწყებული აქვს. იქნებ ეს ადგილი რჩეულთათვის იყო განკუთვნილი, მათთვის, ვინც სამყაროზე საიდუმლო ცოდნას ფლობდა. და ბოლოს, მაჩუ-პიქჩუს ნისლებში, ქვებსა და ჩრდილებში შეიძლება იმალება პასუხები კითხვებზე, რომელიც ბევრი ათასწლეულის განმავლობაში ღრმად იყო ჩამარხული. ვინ ვართ, საიდან მოვდივართ? და ვინ აშენებდა ადგილებს, რომლის დანიშნულებასაც ჩვენ ვერ ვხსნით? ეს ადგილი მხოლოდ ქვების გროვა არ არის. ეს შეიძლება იყოს გასაღები ჩვენი წარსულის იმ გვერდებზე, რომელიც ვიღაცამ საგულდაგულოდ დაგვიმალა. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს და გამოიწერე ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.